ხარაგაულის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მეწყრული პროცესების კომპლექსური საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგები დასრულებულია. შეპესე გეოლოჯიკმა ამ კვლევების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებები შეიმუშავა. დასკვნაში ნათქვამია, რომ მეწყერი ტერიტორიის დასახლებული და დაუსახლებელი უბნების 68 ჰექტარზე მეც მოიცავს და სრულდება მდინარე ყარნებას კალაპოტის სიახლოვეს. მეწყრების საერთაშორისო კვალიფიკაციის მიხედვით ფერდობზე განვითარებული მეწყრული მოვლენა ცოცვის ზედაპირის სიღრმის მიხედვით კვალიფიცირდება როგორც ძალიან ღრმა, ხოლო მოცულობის მიხედვით კვალიფიცირდება როგორც ძალიან მძლავრი, ექსტრემალურად დიდი. ფერდობზე განვითარებული მეწყერი კვლავ ინარჩუნებს აქტიური მეწყრისათვის დამახასიათებელ საერთო დინამიკას, რაც მოცემულ ვითარებაში შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფერდობის ბუნებრივი სტაბილიზაცია ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. მეწყერი ფასდება როგორც აქტიური დინამიკაში მყოფი მოვლენა, რომლის ხელოვნური შეკავება ან ბუნებრივი სტაბილიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში რთულად წარმოსადგენია. ამიტომ ამ პირობებში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებაც კი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. მისი საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება კი კატეგორიულადაა დაუშვებელი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფერდობის ქვედა ნაწილში არსებულმა სკოლამ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება. ამასთანავე დასკვნაში წერია, რომ აუცილებლად განხილული უნდა იყოს სარკინიგზო მაგისტრალის უსაფრთხოების საკითხი. მეწყრის გადაადგილებასთან ერთად ხეობის ფსკერის ამოვსების პროცესი გრძელდება და შემდგომში მნიშვნელოვანი მოცულობის ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნის რისკი არსებობს. ასეთ შემთხვევაში კი საფრთხის ქვეშ დგება სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე მდინარე ყარნებასა და ჩხერიმელას ხეობის შესაბამის მონაკვეთებში მდებარე ინფრასტრუქტურა, სახლების, ავტომობილო გზები, ხიდები და სხვა. გეოლოგების ამ დასკვნის მიხედვით მეწყრული მოვლენების წარმოქმნა ძირითადად ბუნებრივმა ფაქტორებმა განაპირობა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, გეოლოგების თქმით, ამ ეტაპისთვის მდინარე ყარნებას ჩაკეტილი მონაკვეთის გაწმენდა ტექნიკის გამოყენებით არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად, რადგან აღნიშნული სამუშაოების შესრულება მოცემულ სიტუაციაში უსაფრთხო ვერ იქნება. მეწყრის გავრცელებისა და ზეგავლენის არეალში მცხოვრები მოქალაქეები უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში უნდა გადაიყვანონ, უნდა ჩაიკეტოს სოფლებში მიმავალი საავტომობილო გზები, უნდა აიკრძალოს ქვეითად მოსიარული ადამიანების გადაადგილება მეწყრულ ფერდობზე და ფერდობის ძირში არსებულ ხეობაში, უნდა შეწყდეს ფერდობზე არსებული სკოლის ფუნქციონირება. პერიოდული შესწავლა უნდა განხორციელდეს ასევე ფერდობის შუა და ზედა ნაწილში მეწყრის მოწყვეტის კიდეებიდან მოშორებით მდებარე სახლებთან მიმართებაში. შესაძლოა განხილული იყოს ადრეული შეტყობინებების სისტემებისა თუ განგაშის სისტემის მოწყობის საკითხიც, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი სისტემების მოწყობა ჩვენი შეფასებით არ არის მიზანშეწონილი, რადგან მეწყრის გავრცელების ადგილიდან დასაცავ ობიექტებამდე მანძილი ძალზე მცირე, მაქსიმუმ 200 მეტრია. ნათქვამია გეოლოგების დასკვნაში, რომლის განხილვაც ხარაგაულში დღეს შედგა.